ივანე, რატომ არის შენი აზრით ევროპა საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი? მაღალი ხარისხის ჯანდაცვა, კარგი ხელფასია, კარგი სამუშაო პირობებია, კარგი განვითარების შესაძლებლობებია, კარგი განათლება, კარგი აეროპორტებია, ქალაქებია, ტურიზმია, ყველაფერი კაია და ჩვენთვის ცუდი რატომ უნდა იყოს? კეთა, რატომ არის ევროპა საქართველოს მნიშვნელოვანი? კარგი ცხოვრება ევროპაში და ჩვენც გვინდა რომ კარგად ვიცხოვროთ. კი, ფაქტ, ანუ გვიდასტურებენ ფაქტს ევროპიდან ახლა ბელგიაში მყოფება ჩვენი კორესპონდენტი თაჯ ქარჩაო. ათო გისმენთ რატომ არის ევროპა კარგი? რატო ევროპა? პირველი დღე საქართველოსთვის ევროპა არის ჯანდაცვა. ხალხო, რავი ისტორიას შეხედეთ, პატერნები ყოველთვის მეორდება, ისტორია ყოველთვის მეორდება და დრო არის რომ კი არ მივიღოთ ის მინიმალური რო რადგან ომი არ არის ყველაფერი ჩუმად ვიყო და ხმა არ ამოვიღოთ პირიქით რომ ძალიან ცოდვა ამდენი ბავშვი და მართლა ამდენი ტალანტი რო საზღვარგარეთ მიდიან და ნორმალური ანაზღაურება არ არის და მაინც აი ყველა პესიმისტურად არის და ამიტომაც მე და თქვენ ერთად უნდა შევქმნათ ეს მაგია. ყოვლისა მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ევროპის დღე. მე ვფიქრობ, რომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და კითხვა რა მნიშვნელობა აქვს ევროპა საქართველოსათვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის რიტორიკული კითხვა, რომელსაც პასუხის გაცემაც კი არ ჭირდება. ხას გაუსვამდი იმას, რომ ჩვენი განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ერაზმუსის პროგრამებს, ძალიან დიდი როლი მიუძღვის ბოლონის პროცესთან საქართველოს შეერთებას, ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და აკადემიურ სამეცნიერო სივრცესთან. საოცრად დაიხვეწა პროგრამები საქართველოში, დაიხვეწა საგანმანათლებლო პროგრამები როგორც საბაკალავრო დონეზე, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე. შეიქმნა უამრავი ერთობლივი პროგრამები, რომლებიც ორმაგ ხარისხს გასცემენ და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი აუმჯობესებს სწავლის ხარისხს. შემდეგ ეს გაცვლები, როდესაც როგორც სტუდენტები მიდიან ევროპაში სასწავლებლად და შემდეგ ბრუნდებიან ამ გამოცდილებით, ასევე ჩვენს გვაქვს საშუალება კოლეგებთან ურთიერთობის. მე ვერც წარმომიდგენია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი სტუდენტები, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები თუ არ იქნება, თუ არ გაგრძელდება ეს ურთიერთობა ევროპასთან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კითხვა რა მოგვიტანა, ასე ვთქვათ, ევროპასთან ურთიერთობა განათლების თვალსაზრისით, უმაღლესი განათლების თვალსაზრისით, რიტორიკულია. პასუხი არის, რა თქმა უნდა, მოგვიტანა ძალიან დიდი სიკეთე და ეს სიკეთე უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. პავლაბი არის სივრცე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ისარგებლოს მისი სერვისებით და თავისი იდეა რეალობად აქციოს. იქნება ეს ტექნოლოგიური იდეა თუ ნებისმიერი ინოვაციური მიმართულება. სწორედ ეს არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ყველას აქვს წვდომა განათლებაზე, თავისუფალ გარემოზე და შეუძლიათ თავისუფლად ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება და თანამშრომლობის შესაძლებლობა. საქართველოსთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამღირებულების ნაწილი ვიყოთ, სადაც ინოვაცია, განათლება, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა ქვეყნის განვითარების საფუძველია. პროფესიონალიზმი რა. ეს ყოფში არ ჩანს. დავიყვერებ ცოტა ხანი ყური მოხსენი. ეს კითხვა ჩააბრუნე უკან, რომელი იყო გახსოვს? ოკეი. ევროპის რომელ ქვეყანაში მოგზაურები და რატომ? ძალიან მინდა იტალიაში მოგზაურობა, მოტოთი. რომ თან მთლიანი ევროპა შემოვიარო, თან იტალიაში დავუთვალე, რომ იტალიის სილამაზეები. ჩაიმოტოთი. ევროპის რვა ქვეყანაში ვარ ამჟამად დამყოფი. ჯერჯერობით. ვიმოგზაურებდი პოლონეთში, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან განვითარების პიკზე არიან და ძალიან მინდა მათ ტრადიციებს და კულტურას გავიცნო. ევროპის ბევრი ქვეყანა ძალიან საინტერესოა და განსაკუთრებით მაინტერესებს საფრანგეთი, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო ქანდაკებები და ღირსშესანიშნაობები და დიდი ისტორიის მატარებელია ეს ქვეყანა. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ძირითადად ეს ქვეყნები ყველა ევროკავშირშია.
მაგრამ ერთი ქვეყანა, რომელშიც ჯერ არ ყოფილვარ და აუცილებლად მინდა რომ წავიდე, არის გერმანია, იმიტომ რომ მაინტერესებს ძალიან იქაური ადგილობრივი საკვები, კულტურა და რა თქმა უნდა ის ტურისტული ადგილები, რომელიც ძალიან პოპულარულია და მე მგონი არასოდეს არ გავდგავს ინტერესს. I would probably go to Italy because that's honestly the country that I want to retire in. And so maybe I would visit Venezia, Milan, Rome. Yeah. Plus I've been to Italy 5 more times. And I wouldn't mind to go one more time. Yeah. გამარჯობა მეგობრებო, დღეს უნდა მოვიყო. გაიხსენე ერთი მოგონება, ოცნება, რაც გახსენდება ევროპასთან დაკავშირებით. ევროპასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაქვს, იმიტომ რომ ხშირად ვიღებდი მონაწილეობა გაცვლით პროექტებში და ყოველთვის კარგად მახსენდება ეს გაცვლითი პროექტები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, მეგობარი, ტრენერი გავიცანი, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრი ცოდნა, გამოცდილება მივიღე და განსაკუთრებით დაუვიწყარი მოგონებები შევქმენი მათთან ერთად და ამ ადამიანებთან ერთად დღესაც მეგობრობ. ის რომ ბებოსთან ერთად გავატარე და მამიდაშვილებთან ზაფხული საბერძნეთში. ალბათ ის რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი და მეც ბევრი ევროპის ქვეყანა მოვიარო და ნახო და დავათვალიერო. ჩემი ოცნება იქნებოდა რომ მაგალითად წავსულიყავი საფრანგეთში და მენახა ეიფელის კოშკი. ჩემი ოცნება არის ევროპაში სწავლის გაგრძელება, როგორც დღევანდელი ყველა ქართველი ახალგაზრდის, რადგან ევროპული განათლება არის ყველაზე კარგი განათლება, რაც შეიძლება მივიღოთ დღესდღეობით და იმედი მაქვს ამ ოცნებას ავიხდენ და იმედი მაქვს საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რადგან ეს ოცნება იყოს ადვილი ასახდენი მომავალი ახალგაზრდობისთვის. არ ვიცი, მაგრამ მოგონება პროცესად პარიზში ვიყავი და სედრიკ დროლეს საკონდიტროს ვეწვიე, რომელიც შესანიშნავი იყო და ეგეთი საკონდიტრო სოფლიოში რომელიც არ არსებობს. თუ კარგად გავიგე შეკითხვა, მომწონს საქართველოში ჩამოდვა ევროპიდან, იმიტომ რომ ღია ხალხი ხართ ქართველები, ანუ სითბოს მაყნობიებს. როცა საფრანგეთში ვარ, ხალხი არის ცოტა ცივები და ინდივიდუალისტ და როცა ჩამოვიდა საქართველოში, ანუ ეს მსიამოვნებს ძალიან და ანუ შეიძლება 3 წელი 4-5 არ ჩამოვიდე, მაინც ხალხი ჩემთვის ხიარულობა არის ჩემს გამო და ანუ ამისთვის მომწონს საქართველო. გამარჯობა, ეხლა თქვენ ამოვიდეთ წელს და უპასუხოთ კითხვას. ევროპის რომელ ქვეყანაში ისურვებდი განათლების მიღებას ან მუშაობას და რატომ? ზოგადად ჩემი აზრით ძალიან კარგია გერმანია მაგისთვის, იმიტომ რომ მუშაობისთვის და განვითარებისთვის ერთ-ერთი ძალიან მაგარი ქვეყანა და სამუშაო კლასის ქვეყანა, როგორც ყველამ ვიცით. გაცვლით პროგრამაში ვიყავი ლატვიაში და ძალიან დიდი სიამოვნებით კიდე ერთხელ წავიდოდი. საცხოვრებლად და სასწავლებლად და ძალიან კაი გარემოა. გერმანიაში, რადგან მომწონს გერმანულ სწავლობ სკოლაშიც და დიდი სიამოვნებით მივიღებდი განათლებას გერმანიაში. ჩვენ რომ ვიყავით ბებოს დაბადების დღეებში. საბერძნეთში. როდის? ხო, დისნეილენდი. დისნეილენდი. კი, მინდათა. არა, გაგინდა. რო არ გაგზავნო? არა. მე ვისურვებდი განათლებას ბრიტანეთში, რადგან იქ არის ძალიან კაი უნივერსიტეტები და ჩემი აზრით ჩემი მომავლისთვის იქნებოდა კარგი. ჩემთვის ყველაზე კარგი არჩევანი იქნებოდა გერმანია, იმიტომ რომ გერმანიას ძალიან კარგი უნივერსიტეტი და კოლეჯები აქვს. გადასარევი ქვეყანა არის და ძალიან მომწონს მოსახლეობა. და ენის სწავლებაც ძალიან მინდა. ჯერჯერობით
გერმანული ენა გამოდის ყველაზე კარგად. ევროპის ქვეყანაში მინდა რომ ვიმოგზაურო ესპანეთში, რადგან ბევრი რამ არ ვიცი და შეიძლება გავიგო ძალიან ბევრი რამ ესპანეთის შესახებ. ალბათ ნიდერლანდებში ვისურვებდი. ძალიან ლამაზი ქვეყანა არის, ისტორიაც ძალიან კაი აქვს, განათლებაც ძალიან კაი. ინგლისში, რადგან მინდა ინგლისური კარგად ვიცადე და ინგლისშიც ვიმუშავე. ესპანეთში, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ქვეყანაა, ძალიან კარგი კლიმატი აქვს. კონკრეტულად მალაგაში ან გრანადაში წავიდოდ, იმიტომ რომ ზღვის სანაპიროა, მზეა და თან habla un poco de español. ახლა რომ მქონდეს შანსი ერთი წინადებით გააგებინო ხმა მთელ ევროპას, რას ეტყოდი მათ საქართველოდან? ევროპას ვეტყოდი, რომ საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა და აუცილებლად ყველა უნდა ჩამოვიდეს მის სანახავად. საქართველოდან ვეტყოდი, რომ ძალიან კარგი ქვეყანა ვართ. ესე გვაქვს უგემრიელეს საქმე, ასევე ხალხი ძალიან კარგი ყავს და ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მოგზაურები და მოინახულო ჩვენი კუთხეები. ალბათ ვეტყოდი, რომ კარგი ადგილია და რავი, ლამაზი ბუნებაა, საჭმელი კაია, გავერთობით რავი. ხო, მგონი მაგა. ჩემი უდიდესი სურვილია საქართველო იყოს ევროკავშირის ნაწილი და რადგან ჩვენ ევროპა ვართ, ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ მისი ნაწილი და დემოკრატია, ასე ვთქვათ, უნდა იყოს უმაღლეს მწვერვალზე. ვეტყოდი საქართველოდან და საქართველოს ისტორიულად განუყოფელი ნაწილი არის ევროპა. და ევროპაში არის ჩვენი ადგილი. აუცილებლად იყო წარსულში, ახლაც და მომავალშიც. საქართველო ევროპის წევრია და ჩვენ ახალგაზრდები აქტიურად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ევროპაში დავიკვირდოთ ადგილი. ევროპა საქართველოდან ვეტყოდი, რომ აქ არსებობს ქვეყანა საქართველო, ვართ ძალიან მაგრები და ერთ დღეს გავიცნობთ მთელი მსოფლიო. საქართველო ევროპაა და ყოველთვის ვიქნებით ევროპა. ევროპული კულტურის რომელი სუპერძალა ხიბლავს ყველაზე მეტად, მაგალითად პუნქტუალურობა, თავისუფლების სიყვარული, მრავალფეროვნება თუ სხვა. შეუძლებელია აქ ჩამოთვლილმა ყველამ არ მოგხიბლოს, თუმცა ალბათ თავისუფლების სიყვარული, რაც ჩვენს კონტექსტში და ჩვენს რეალობაში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და რელევანტურია, ამიტომ ამას გამოვყოფდი და მრავალფეროვნებას, იმიტომ რომ საქართველოს არის მრავალეთნიკური, ასევე მრავალფეროვანი ქვეყანა, სადაც ყველა ჩვენგანმა თანაბარი უფლებებით, რა თქმა უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში. გაურკვევლობები და მასეთი ამბები რომ არ ხდება და ძალიან მოწესრიგებული რომ არის ევროპა ეგრუპოს ძალიან. ალბათ თავისუფლება. როცა არაფერს არ გეშინია, ხარ ბედნიერი, გაქვს შინაგანი თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია და თითქოს ჰარმონიაში ხარ მოსული ცხოვრებასთან. ნაწილობრივ ყველა, იმიტომ რომ პუნქტუალურობა მნიშვნელოვანია, რომ მივახციოთ ჩვენს მიზნებს. თავისუფლების სიყვარული აუცილებელია იმისთვის, რომ ზოგადად კარგად ვიცხოვროთ და ცხოვრების თითოეული წუთი ვიბრძნოთ კარგად. მრავალფეროვნება იმისთვის არის საჭირო, რომ ცხოვრება ზოგადად არ მოგვეზრდეს და ბოლოს გავიხსენოთ მართლა განსხვავებული მომენტები. ევროპაში ყველაზე მეტად ხიბლავს როგორი განვითარებული არის, ანუ თვითონ ეს კონტინენტი. ევროპიდან მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები და მაგის გამო არის მაგის გამო ხიბლავს ეგ ძალიან განვითარებული ქვეყანა. თავისუფლების სიყვარული აქვს. ძალიან კარგი და პუნქტუალურობაც ძალიან კარგი აქვს. ჩემი აზრით, თავისუფლების სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ევროპაში. ძალიან კარგი უნარია ეს. ყოველთვის განძვე ხალხი არის და ძალიან სასიამოვნოა ასეთთან ლაპარაკი. თავისუფლების სიყვარული მე მხიბლავს ის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არის მათი კულტურის ნაწილი და არის საქართველოს კულტურის ნაწილი. და როგორც უფლებადამცველი ქალთა და შიშომპირთა მხარდამჭერი ცენტრი ლაპარაკესი ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ვიზრუნოთ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებზე, მათ შორის შიშომპირების უფლებებზე, მათ შორის ქალების უფლებებზე და იმ მოწყვლადი ჯგუფების უფლებებზე, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება. ემოციური ინტელექტიც კულტურის ნაწილია. ჩვენი გზა ევროპაშია. კაი.
შენი აზრით რა იქნება პირველი, რაც შეიძლება შენს ქალაქში ან ქუჩაში იმ დღეს, როცა ოფიციალურად გავხდებით ევროკავშირის წევრები? ნორმალური გზები დაიგება.